ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიისა და ფოს კონკურსის ფარგლებში ჩვენი ეკოკლუბი აგრძელებს ფერმერ ქალებთან შეხვედრებს. ამჯერად მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიაში ვესტუმრეთ ფერმერ ქალბატონ ლარისა ჩაკვეტაძეს, რომელიც მრავალი წელია ყვავილების მეურნეობით არის დაკავებული. მის სათბურში დაახლოებით 2000 ძირი ვარდი და გეორგინა იზრდება. ქალბატონი ლარისა გვიყვება, რომ ვარდების ნერგები ძირითადად სომხეთიდან შემოაქვს, რადგან იქიდან ჩამოტანილი ნერგები ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა. თუმცა ნერგების შემოტანა, მოვლა და წარმოების პროცესის მართვა დიდ შრომასა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ყვავილების მოყვანა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმიანობაა. აუცილებელია ნიადაგის დამუშავება, მავნებლებთან ბრძოლა, სათბურში ტემპერატურის კონტროლი, მცენარეების მოვლა, ყვავილების მოჭრა და ბაზრისთვის მომზადება. დილის საოჯახო საქმეების დასრულების შემდეგ ქალბატონი ლარისა თითქმის მთელ დღეს სათბურში ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ორი დამხმარე ყავს, მეურნეობის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მაინც მის მუდმივ ყურადღებასა და კონტროლს საჭიროებს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად იგი თხუნელებს ასახელებს, რომლებიც ვარდების ფესვებს აზიანებენ და მცენარეების განვითარებას აფერხებენ. გარემოზე ზრუნვის მიზნით მათ წინააღმდეგ ქიმიური საშუალებების ნაცვლად სპეციალურ ბიოლოგიურ დამარხებელ საშუალებებს იყენებს, რაც უფრო უსაფრთხო და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი მიდგომაა. მოყვანილი ყვავილების რეალიზაციას ძირითადად ქალაქ ქუთაისში ახდენს. მისი სურვილია მეურნეობის გაფართოება, მეტი ადამიანის დასაქმება და წარმოების გაზრდა. თუმცა აღნიშნავს, რომ ყვავილების მეურნეობა არატრადიციულ მიმართულებად მიიჩნევა და მხარდაჭერის პროგრამები ყოველთვის ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ ფიქრობს, რომ იაფი აგროკრედიტები და მეტი სახელმწიფო მხარდაჭერა მსგავსი მცირე მეურნეობების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს.